ვაგრძელებთ ეს მეორე ნაწილია და ამ მეორე ნაწილს თუმცა ეს ვიდეოს ლექციას ერქვა ეშეცადო გიმედი ხარ რომელსაც ბოლოსში გავმარტავ მაგრამ ეს ამის მეორე ნაწილია და მეორე ნაწილს ქვია ურია გადავთ მე აქ სპეციალურად დავყავი იმიტომ რომ ეს ორი სიტყვისაგან შედგება და მისი ინვერსია გახლავთ აირუ რომელიც ყოფილი ტერმინოლოგიით ანუ დღევანდელი მეგრული ენით ნიშნავს twin agirია გამიგეთ twin agirია მარტო ამას არ ნიშნავს რა თქმა უნდა ეს ურია და ეს ურია არ არის არანაირად არ არის ებრაელების წარმონაქმნი ეს არის ისე და ისე კოლხური ცივილიზაციის და მე ბევრჯერ ავხსენიეს რომ ურიებმა წაიღეს ჩვენგან მოუყარეს ასე ვთქვათ როგორც ბერძნებმა მოუყარეს კოლხური ცივილიზაცია შემდეგ ურიებმა და გადააკეთეს ის თავის ჭკუაზე ანუ ეფუთიდან გადაწერეს ეს წმინდა წიგნები დღეს რო ეძახიან წმინდა მაშინ იყო წმინდა წიგნი და არც მე ყველა უწმინდურია თავის ჭკუაზე დაწერეს თორა მერე დაწერეს ქრისტიანული რელიგია მე დაწერეს მუსულმანური რელიგიაც გამიგეთ და ყველას უწერია რომ ყველა მაგაზე უკეთესი არ არის თვითონ არიან დომინირებადი მსოფლიოში ყველაზე უკეთესები ესენი არიან ქრისტიანებს ასე უწერია მუსულმანებს ასე უწერიათ თორაში წერია რომ ესენი არიან რაც არიან და დანარჩენი ყველა დასახოცია და მათ უნდა დაემონო გამიგეთ ამას ქვია ტვინის არევა მეტი კი არაფერი ეხლა დავიწყოთ იქიდან თუ აი ბოლოს მე რაც დავდე მგონი 3 დღის უკან ის მერწყული და ღმერთის ის რო არის იქ ბრძოლა და ის კი არ არის არაფერი მაგრამ მიახლოებით მაინც და ახსნი ეხლა ყველაფერს ოღონდ დავიწყოთ ესე იმ ბიბლიური იმით რაც ურიებმა დაწერეს ესე იგი სანამ ისრაელი დაერქმეოდა ეს მოვიდა საერთოდ იაკობიდან გამიგეთ იაკობს ესე იგი ვიღაცამ გადაუკეთავო სახელიო და შემდეგ მას დაერქვა ისრაელი და ისრაელის 12 ტომი ეს არის იაკობის შვილები ყველა ერთად სხვადასხვა ჩანალს გავაკეთებ და არ დაგავიწყდეს რომ საქართველოში დღესაც კიდე არის 12 ადმინისტრაციული ცენტრი ეს ისე სასვათა შორისად შემდეგ შემოგარგებო ესე იგი რატომ და აი ესე მონათრეს რომ ისრაელი ხვიაო ებრაულადო ნიშნავს უფრო სწორედ რომ ღმერთთან მებრძოლსო რანაირად რატომ არავითარი ახსნა განმარტება არ წერს ნიშნავს რომ მოჩა დამთავრდა ისრაელი ნიშნავს რომ ღმერთთან მებრძოლს მოდით ახლა გავხსნა და განვიხილოთ ახლა ეს საკითხი სანაიდან რომ თურმე ამას რატო დაარქმეს ახლა წარმოგიდგენიათ რომ პირველ რიგში სანამ იაკობი დაიბადებოდა რებეკასგან რებეკასგან ტყუპები იყვნენ გამიგეთ და ну მშობიარობის დროს ესე იგი ეს სულ ეჯაჯგურებოდა ანუ ქუსზე ეკიდაო თავის ძმაზე ტყუპ ძმაზე და აღარ უნდა გამოშვება და ეს გამოსახეს თითქოს ახაც მერთან მებრძოლად მაგრამ ესეც არ არის შემდეგ როგორც წამოიზრდება შემდეგ იაკობს სიზმარში გამოესახა ანგელოზი და ამ ანგელოზს რაღაცნაირად ეჭუბება თუ რაღაცა იგეთი გამიგე და აი ამის გამო მას შეარქვეს რომ ღმერთთან მებრძოლი. ბიჭო, არც იაკობი არის ისრაელ ივრითულ ენაზე ღმერთთან მებრძოლი და არც სიტყვა ისრაელი. ისე როგორც სინას ფაროში არქვეს მოსე რო ადიოდა ავიდა ხო? სინას ფარში არქვეს, მაგრამ ქვია მთვარე ზოგადად რა შუაშია მთვარე. რა შუაშია მთვარე ხალხო გამაგებინეთ. ეს მე ხო ფილმი მეჩი ავსენი ფორმულაში წავსენი და ყველგან მაგაზე ვილაპარაკებ თუ რას ნიშნავს სინა. კიდე ვიმეორებ, ვინც ახლები ხართ, ვიმეორებ სინა არის დღევანდელი მეგაკოლხური ცივილიზაცია დღემდე მხოლოდ შემორჩენილია მეგრული ენა და სვანური და ლაზური ქართულში დღევანდელ ქართულში არის რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მცირე პროცენტულობით ამას მე არ ვამბობ მარტო ამას მთელი ბუმბერაძე მეცნიერები
რომ ამ სიტყვას სინა მეგრულად არის შეგნება, შთაგონება. და ეხლა ნახეთ როგორ დავალაგოთ, როდესაც მოსე ავიდა მთაზე, თქვა მთაზე კი ავიდა, მაგრამ იქ გვიმე იყო შესასვლელი, გამოქვაბული და იქ შევიდა. იქ ნახა რაღაცები და გადმოწერა და მე გამოიტანაო, ხო? და სწორედ იქ რომ შევიდა და მას მეთი რომ გამოიწერა, ამას ქვია შეგნების და მე შთაგონებით მიღებული ცოდნა. იქ მარტო ვატიკანო კი არ გამოუტანია სიტყვაზე, იქ მაგ ბევრი რაღაცები იყო, მაგრამ მაგას შევეშვათ და ამას ქვია შთაგონება. როდესაც მეთი გამოგეცხადება ადამიანს და რაღაცას რომ ჩააწერ, ხო, იმის ნაკარნახევით თუ რაც, ამას ქვია შთაგონება და თუ არა აბსოლუტურად გარტყმაში წავა ეხა მაპატია ჟარგონისტვის. გესმით? კარგი. ეს იმიტომ რომ არც იაკობი ნიშნავს ღმერთთან მებრძოლს და არც ისრაელი. ეხლა მოდით და განვიხილოთ ეს ვინაიდან ეს ეფუდიდან არის გადატანილი ყველაფერი და შემდეგ ურიებმა თავის ყველაზე გაურიეს როგორც განახილეთ ურია აირუ და მოდით განვიხილოთ სიტყვა იაკობი. ისრაელზე მე საკმაოდ გახსნილი განმარტება გაკეთებული ფილმ ემეჩიც და პრომოაშიც. სიტყვა იაკობი იყოფა ორ ნაწილად შემოკარგება. მოდი დავწეროთ ეს ვინაიდან მე ლაივში იმიტომ ამ ცოტა რთულია ამის ეს ყველაფერი და დაფაზერovat ცალკე რო ვიცით კარგია. იაკობი. ეხლა მე ესენ წინასწარ დავყავი აქ, იმიტომ ეს ყველაფერი ჩანდეს, ხო? ესეც ორ ნაწილია, ესეც ორი ნაწილია და პირველი შემოკარგება ია, მარცვალი. ეს არის კოლხური კოდი, ეს ფელმა მსოფლიო მიწის. ია მარცვალი იწერება მეგრული გვარების ბოლოში. და ბევრი ეტიმოლოგია კიდე მთავრდება მსოფლიოში. იათი. და გვარების და ასე შემდეგ. ამაზე ნუ რა ვიცი. როდის იქნება ჩემი წიგნი ვერა და ვერ ვახერხებ ამის დრო მოხალხებას, თუ არა ის იქნება ზე სასწაული. არა მარტო საქართველოში. და მეორე სიტყვა შემოკარგება, კობ. მეგრულად ნიშნავს წიფეს. ახლა რა შუაში აქ მწიფე. დაგვიდე ხარ როგორ არის საქმე? როდეს ეს მე ფილმ მეჩიც მაგ თუ არ ვწდები კარგად ახსნილი, მაშინ როდესაც ხსნიდი სიტყვა მასონს, საიდან მოდიოდა. და რა შუაში იყო იასონი. გამიგეთ? ეხლა ნახეთ როგორ არის. როდესაც მარცვალი ია არის გვარის ბოლოს, ანუ ისე როგორც აი აქა ია, ხო? ეს ნიშნავს ესე იგი ასაკიან კი არა კაცო დიდი ხნის უკანდრეს ძველს ნიშნავს. მოდი აი ხო არის ბიბლიაში კიდე ძველი ახმა ახალი ახმა, მოდი ასე ვთქვა. ძველი ახმისეული. ვთქვა ბოლოში როა. წინ რო არის მაშინ ის იქნება ახლად. მოდი ასე ვთქვა ახალი ახმა. გესმით? მაგრამ წიფე არისო ეს. წიფე რატოა? იმიტომ რომ მაშინ როდესაც შექმნეს, ნუ თითქოს და ის ისრაელი თითქოს და ხარო არის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ აღთქმული ქვეყანაში, ბიბლიაში რაც არის მოცემული აღთქმული ქვეყნის, ესე იგი პრიორიტეტები კი არა, კაცო, რა მოცემულობებიც არის იქ ჩამოყალიბებული, ჩამოთვლი რომ აი კლდეს ჯოხი მიარტყა და ნიაღვარი წყალი გადმოდის ყველგან, მიწიდან, იქიდან თაფლი გადმოდის, იქიდან ბაღვენახებია ყურძნის ზავზე და ესეც სამყარო არ არსებობს ისრაელი და თანაც 20 წლის განმავლობაში ისრაელში არ მომხდარა ესეთი კატაკლიზმა, რომ არიქა და ისა რა ქვია წყალი იყო და მერე დაშა და უდაბნო გაშდა და ამ პირიქით და ასე. არ მომხდარა ესეთი. ესეც სამყარო არ არის ისრაელი და ამას ათუნდა რაიმეს თარგმნა ან რაღაცის იქ მისვლა და შენი თვალით ნახვა, როცა ვიცით ყველა ამასო არ არის, ხო? კარგით, მწიფე იმას ნიშნავს, რომ მოდი ხა ახსნათ ასე რიგად ჩვენ მაშინ როდესაც ბიბლიაში წერია, რომ აი ღმერთმა აკრძალა კი დარგო ვაშლის ხეო, ხო? მაგრამ აკრძალა, თუ დამირგავ, რატომ მიგძალა? მაგრამ ნახეთ ახლა აზრი როგორ გადაებმება ყველაფერს, როდესაც მე ჭეშმარიტად ავხსნი მას. კი დარგეს და ვაშლიც მოისხა. ნუ ვაშლი არ იყო იქ, მაგრამ სხვა არის, მაგრამ კარგი მივყვეთ ახლა ამ დინებას, ხო? კი მოისხა. მაგრამ წიფე იყო ის ვაშლი ჯერ.
რა თქმა უნდა, აქ ფიზიკურად ამაზე არ არის საუბარი, ვაშლი ჩაკმეცა და იქ სხვანაირ დოგმატიზმზეა საუბარი, ხო? მაგრამ რაღაც აკრძალულთან მივიდა ისეთ ევა და ადამი, რომელიც წინასწარ, აი ბავშვი რო არის, კაცო, ბავშვი, ახლა სიტყვაზე 5 წლის ბავშვი, მე-10 კლასის იმას მასალა რო დაუდოდ, ხო? გამიგეთ, ან ხა ეს სექსოლოგია რო ვასწავლოთ, ეხლა რასაც ვიკეთებ, ხო? გვიპირებდნენ უბრალოდ. სექსოლოგია რო ვასწავლოთ, მე-5-6 კლასის ბავშვი, ხო, შეიძლება. გამიგეთ, იმიტომ რომ წიფია ჯერ მისთვის ეს ამბავი. და როგორც კი იგემა კაცობრიობამ ეს ამუშეცდა, ხო? აი მის შემდეგ უკმართა დატრიალდა კაცობრიო ჩახი. ანუ მოხდა რა? ევასა და ადამის რა მოხდა? სტუნება. სტუნება რა არის ჩემო მეგობრებო, ნახე? ჩუდინება. აი ეს არის სტუნება. ანუ შენმა ნებელობამ გძლია ადამიანს. ძლია იმას, რასაც შოთა ამბობდა. რაც არა წადეს ისაქმნენ, ნუზდევ წადილთან ნებასთან. წადილმა და სტუნებამ ძლია კაცობრიობა და გადავედით ცუდ ნებაზე. ამ ჩუდინებით მოვდივარ დღემდე. ხოლო ის, რაც თქვი, ეს არის ახალი და იყო მწიფე. ის სამყარო, ანუ ის ისრაელზე არ არის საუბარი, ბუნებრივია, იმიტომ რომ ის ისრაელი დღეს რასაც აკეთებს, ეს ღმერთის ერი კი არა, ეს არის სატანის ერი. ეხლა რასაც ისრაელი აკეთებდა და დღეს მით უმეტეს, დღეს რო საერთოდ ესე იგი გადაკეტა ყველანაირი გადალახა ყველანაირი ზღვარი და უპრაგონოდ ესე იგი ხოცავს და ჟლეტავს 10,000-ობით დიდებს და პატარებს. ხო? უპრაგონოდ საერთოდ. ეს არის სატანის ერი და არა ის რა ქვია. რა თქმა უნდა, კი ახლა მთლიანობაში არ ვამბობ მთელ ისრაელს, იმიტომ არის იქ მოწინააღმდეგე კიდევ არიან, მაგრამ მასიურად 80% ასე. ეს მწიფე იყო და დგება უკვე მომწიფებული და ჩამოყალიბებული ერის გამოჩენის პერიოდი. სხაპარია ხა მე რო თქვა საქართველოს იქნება მეთქი, მაგრამ ნახოთ. გამიგეთ? ხო, წამას ავიღება. ეხლა კიდე მოდით აგიხსნით იმას, თუ ესე იგი რანაირად არის პირველ ლექციაში რო გითხარით, ყველაფერი ერთმანეთთან გადაჭაჭული. არ შეიძლება ერთი სისტემი და ერთი საკითხი რაღაცის დასკვნა რო გააკეთო, ვინაიდან ეს არის მთლიანობაში აღებული, ჩვენ ამ მთლიანობაში ვცხოვრობთ, გამიგეთ? აი ამ სისტემაში, აი მატრიცაში ჩვენ ვცხოვრობთ, ყველაფერი ერთად რო არის გადაკავშირებული, შეკავშირებული. მოდით ახლა გავიხსენოთ, შემთხვევით რაღაცა არის თქვენ იმის თქმამიდან, ვინ შეგვიქმნა ჩვენ ანბანი კი არა კაცო, ანბანი შექმნილი იყო მანამდე. იაკობ გოგებაშვილმა. ხო ასე? იაკობ გოგებაშვილმა. რატომ მაინც და მაინც ამ იაკობმა შექმნა ეს, ანბანი არ არის, წინ ჩამოგიყვანება, უბრალოდ ასოთა ბგერა ასოები დაალაგა ისე როგორც მას უნდოდა, ხო? გესმით? მაინც და მაინც არ ერქვა მას ნუგზარი, ერეკლე, ვახტანგი, დავითი, გიორგი და ასე შემდეგ, ხო? შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება, ჩემო კარგებო. ხო? ევადო. იაკობ გოგებაშვილმა შეგვიქმნა ეს ანბანი. ეხლა მივყვებით კიდე ამ თემატიკას. იას ახსნე, ვინაიდან ეს არის კოლხური კოდი, ჩემო კარგებო და ეს ნიშნავს ესე იგი მზიშვილობილობას პირველ რიგში, სხვადასხვა საკითხებით, სხვადასხვანაირად ითქმა, მაგრამ მზიშვილები არიან კოლხები, ეს ასე იყო ყოველთვის ცნობილი. შემდეგ ნიშნავს საწყის, ციური კოდიც არის მარადისობის იგივე სიმბოლო, მარტო ეს არის ნაწილია, მაგრამ აი ეს არის მარადისობის ფორმულა. აი ეს არის მარადისობის, რომელიც იწყება, მთავრდება, იწყება.
რატომ? იმიტომ რომ ეს არის შემოკარგებულ პირველი 100, ეს არის მე-9 100, ეს არის მე-9 და ეს არის ისევ პირველი. დააკვირდით ახლა რა გამოვიდა? 1991. გახსოვდა რა 91 დაწელიც იყო ჩვენთან. მარტო ჩვენთან კი არა, ბევრგან ფიქსირდება ეს. პირველი არის დასაწყისი, მთავრდება, იმიტომ რომ ცხრის შემდეგ არ არსებობს, მე ისე თავი დაიწყება. მერე ეს დამთავრებულიდან ისე ვიწყება ახალი და ეს არის იგივე ჩათვალეთ რომ მარადიული კანონი. ეს არ არის ასე ვთქვათ, გოგებაშვილის ტვინის პროდუქტი. ეს რაღაც ზებუნებრივმა ძალამ გააკეთა ასე და ჩამოყალიბდა ეს ჩვენი ასე ვთქვათ ანბანი. ესმით შემოგარგება. მაგრამ ესეც მწიფე იყო. ესეც მწიფე იყო ჯერ. კიდე მწიფე რატო ითვლება იცი შემოგარგება? სანამ შენ ვერ გაიგებ შინა არს იმისა თუ რასაც გაწოდებენ ჯერ ის ცნობიერებად კიდე ვერ მიხვედი იქამდე, ესე იგი ის პროდუქტი არის უკვე მწიფე შენთვის. შენ მაშინ გახდები სრულყოფილად მოაზროვნე და შეგნების უნარიანი, როდესაც ამას შეიგნებ თუ რა ჩაგვიდეს იქ ჩვენმა წინაპრებმა თუ ვიღაცა და ვიღაცებმა და როცა გავიგებთ. მაშინ გახდება ადამიანი, სიტყვაზე დიპლომს მისცემს ყველაზე წარმატებულ ბავშვს, დიპლომი მიეცემა, ხო? ესეთ ეგა. მანამდე სანამ ვერ გებულობ ვერაფერს. მანამდე ეს პროდუქტი წიფე იქნება და შენი აზროვნებაც წიფე იქნება. გესმით? ყობუ არის ეს იქ მწიფე, არ იყო ჯერ პროდუქტი მოსული ჯერ და ადამიანი და კაცობრიობა კიდე არ იყო მზად ამისათვის, მაგრამ მოდის პერიოდი, როდესაც უკვე მომწიფებულია ეს, გამიგეთ და შემდეგ გადავდივართ უკვე სხვა ეტაპზე. უკვე სრულყოფილად მოაზროვნები ხდება კაცობრიობა. ეს პრინციპი აქ ახლა ნახოთ კიდევ წამეცეს რამე არ გამომჩეს ეს წუთი ვინაიდან ჩაწერილი მქონდა ზონება დავწერეთ ეხლა შევეხოთ ბარეღამ მისაკეთ შემოგორებო რაც თავში დავიწყებ ეშე ცადო გიმედიხა თუ რას ნიშნავს ეხლა ეს და რა შუაშია ეხლა ეს ღმერთთან მებრძოლი იაკობი და რატო შეაქვეს მან საერთოდ ღმერთთან მებრძოლი იაკობი და მერე ისრაელი სინამდვილეში ღმერთთან მებრძოლი ფიზიკურ პლანში არის დღევანდელი ისრაელი სინამდვილეში ამას თვითონ კიდე ამბობენ მე რამდენჯერ განახეთ ეს ვიდეო კიდე რომ ურიები ამბობენ რომ ესე იგი ჩვენთვის ღმერთი არის სატანაო დიახ სატანას ვეძახით დაანჩენს პირიქით ეს მე ამას რა ქვია რომელი ფილმი იყო კიდე მქონდა რომ ვიღაცა მაგრამ მყილებაში მქონდა თუ არ ვწდები კინოშიც იყო ეს და ის სადაც ესე იგი 3-6-იანი რო იყო ანახებდა იქ ერთ-ერთი ვატიკანის მღვდელი და ეს კი არ არისო კაცო კანეც ვეტაქვია მაგის ფრაგმენტიც ეს კი არ არისო სატანაო ეს არისო და გადმოატრიალა კაცო 3-9-იანი არისო სატანაო მაშინ როდესაც 9-იანი არის ღმერთის სიმბოლო ეს სოფლიო სტანდარტი გესმით ეხლა ნახეთ რას ნიშნავს ესე ცადო გიმედიხა მოდით დავწეროთ მეგობრებო ასე რიგად ჩვენთან ცა არის 29-100 გამიგეთ და ჯამში გამოდის 2-იანი 2 და 9 11-ია და 2 ერთ ციფრამდე დაგავს არის რა თქმა უნდა პირველი 100 ეს არის 4 ეს არის მე-10-100 1 არის ეს არის 33-100 არის 6 და ესეც არის 1 ჯამში განვიხილავთ ამას ყველაფერს შემოგარგებო 12 და ესე ბოდიში გამოდის 12 ნახეთ რა გამოვიტანოთ უფრო აქეთ 21-12 ესე იგი ზემოთ თუ არისო 21
ქვემოთ არის 12. ეხლა მე რატომ ამბობ ამას შოთაზე უფრო დიდი ახლა მსოფლიოში არ დაბადებულა, საქართველოში ამ მსოფლიოში არ დაბადებულა, ხო? სადაც ამ სიტყვას მე ბევრჯერ ვაფიგურირებ ზეგარდმო არსნის სულიდან. ზეგარდმო, გარდი გარდმო. ანუ ზემოთ რაც არის მიწაზე რასაც გაკეთებ ის დაიგეწერება შენ, ცაზე და ცაზე რაც შეიკრება ის მიწაზე იქნება. ანუ გარდი გარდი ნიშნავს ამას, ეს მე ბევრჯერ მაგაცნობ, ხო? მაგრამ როგორ არის დააკვირდეთ ხა ესე ცადო ანუ ზემოთ ცადა ქვემოთ მიწა. ამას როდის ამბობ იცი მეგერდები როდესაც აი სიტყვაზე ან ვალზე მიხვალ ან რაღაცა გინდა რომ გამოთხოვ ადამიანზე რაღაცა და ის ხელგასილი ამბობს. სხვადასხვა ერთი რამ კიდე გინდა გასწავლო, როცა ხელს გაგისოს ადამიანი და გეუბნება ეს არის მისი სიალალის და ნუ ალას გეუბნება, მართაც გეუბნება. ეს არის ჟესტების манипуляция. ხო, ესე იგი ეს არ გამიკეთებია და ამიწყებია, მაგრამ იმედია ისმოდა მაინც. როდესაც მას რაღაცას მოსთხოვენ და ის ამბობს, აი ზემოთ ცადა, ქვემოთ მიწა, ამას შორის ვარ გამოკიდული მეტი აღარაფერი მაქვს. გესმით? აღარაფერი გამაჩნიაო. რა შუაშია ეხლა ეს ამას კიდე მოიცადეთ ჯამში, სხვათა შორის ესეც იცოდეთ რომ დააკვირდით, ესეც არის 3 და ესეც არის 3. თლიანობაში რო ავიღებთ, ეს არის 33, ხო? ხო, ეხლა რაღაცას გვეუბნება, ხო? ამბანი კიდე 33-აცოდ არის ეგ. ნუ გოგებაშვილმა ჩამოაჭრა იქ ასოები, გადამალა 5 სადღაც 5 თუ 7 ასო, მეგრული ასო, ანუ მეგრულად რო ჟღერდა ისეთი ასო ამოაგდა და დატოვეს ეს. მე ხო არ მომბო, კარგია და გადასარევია თქო, ხო? მაგრამ სწორედ იმიტომ არის ეს მწიფე, ეს ანბანი კიდე რომ ჯერ კიდე ვერ გაიგო ქართულობამ თუ რაშია ამის მისტიკა, ჩადებული. თუ რა არის ამის მისტიკა. გესმით? ეხლა გავაგზავნოთ ჩვენ მოდით ეხლა რო ვთქვით ღმერთთან მებრძოლი, მაგრამ ჩვენ ქართველობის ისტორია, ნუ დღემდე მოყოლებული და ასე შემდეგ, ხო? ჩვენს ღმერთთან მებრძოლი ვიყავით ყოველთვის. კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, ხა არავინ არ წარმოიდგინოთ ხალხს, ამაზე რამბობ, ღმერთი არ არის ვიღაცა იქ იმაში ანაფორაში ჩაცმული და წერებიანი და ეს არაერთი ხალი არსება ხალხო. გამიგეთ. ღმერთთან ბრძოლა სულ სხვა რაღაცას ნიშნავს, ხო? სულ სხვა რაღაცას. და არც კი იფიქროთ იმაზე, რომ ვიღაცა გისმენთ, რა ქვია, ზემოთ ანაფორაში და თეთრები და ესე ბძენი და ვიღაც. ესეთ რამე არ არსებობს. მოდით ახლა მე მინდა გაგახსენოთ ერთი ფრაგმენტი, ვინაიდან ეხლა მე ამას ლაივში ვარ და ასე ვერ განახებ, ვერ დაგიდებთ, მაგრამ ხმას ჩავხდა ამაღაც და მოусმოთ ერთად. რა, ლაცამე შემოგაცვის რუკებს და იქმენი ნათელი. და ცასმის წდება ქვაში ამღერებული სული ჩაი. სადაც ყოფცმელი სამარად შემოდი. ხელოვნება თავად უკვდავება მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ახლა მოусმენთ? 1000 წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტი ცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. გესმით? ღმერთთან და სიკვდილთან. ღმერთი არის ცა, სიკვდილი არის მიწა. ცა არის ნახეთ სიმბოლურად 21 ეს არის 12. ზეგარდმო არსნის მიწა ხნა წეცით მონაბერიდან. და აქ გვიფიქსირდება მაინც და მაინც რატომღაც 33 რიცხვი, ხო? 33 რიცხვი. ეხლა ამ 33-ს რა შუაშია ამას გეტყვით მე თქვენ. ნახეთ ეხლა რა არის? მოდი ასე დავწეროთ. დღეს როგორც გითხარით, ყველაფერი მთლიანობაში ხდება და არა ცალკეული საკითხების განხილვით. დღეს საქართველოში ასე ბომბასავით აფეთქდა აი გადასახადებზე საუბარი, ხო?
რომ თუ ოჯახს ასე ვთქვათ 40,000 დოგმა შემოხაზული 40,000 თუ აქვს შემოსავალი და ზემოთ თუ 40,000-მდე თუ მივა მაშინ ესე იგი ოჯახი იხდის გადასახადს და ერთი ამბავია ხო? ნუ რა თქმა უნდა ეს ახლა ზიან ცაზე ელვასავით იმოქმედა ჩვენზე ხო? მოდით ახლა სად რა შუაშია რო იტყვით ახლა ზოგიერთები ხო? მოდით ახლა ნახოთ დავწეროთ 40,000 და გავყოთ ის 12-ზე. ნუ რა თქმა უნდა წელიწადის თვეზე ხო? კალკულატორი თავად იანდარიშეთ ახლა რა გამოვა. და ასე შემდეგ. გესმით? აი სად ფიქსირდება ეს სამიანები? სად რა შუაშია ვიყიდე? იმიტომ რომ ეს არის ნიშანი ხალხო. ამ ნიშნებით იმართება მთელი მსოფლიო. უბრალოდ ამას უნდა მიხვედრო. გესმით? ამას უნდა მიხვედრა უნდა. სად რანაირად გეტყვის ამას ღმერთია თუ ვინმე თუ რაღაცა, სად რაღაცა მიგახვედრებს, ეს ყველას ინდივიდუალური საკითხია. გესმით? და ეს არის ახლა ის ეტაპი და ის დრო, როდესაც ნამდვილად ქართველობას შეუძლია თქვას, რომ რაღაც მედავები მეტი რაღა ვქნა, ეშე ცადო გიმედიხა, ზემოთ სადა ქვემოთ მიწა, ზემოთ ციცოსო, ქვემოთ სიკვდილი, მათ შორის მე ვარ გამოგიდო, მეტი არაფერი არ მაბადიაო. ნაცვლია მეგულად ეშე ცადო გიმედიხა. ეს პროცესი დაფიქსირდა, ყველა პროცესი არ ფიქსირდება რა თქმა უნდა. ის რაღაც სიგნალივით ზემოთ რო აი ამპლიტუდას რო აარტყამს, მაშინ ის შენ სადღაც მოგეცემა ეს სიგნალი. ეს მომენტია ახლა ის. მაგრამ ვის უნდა გაეკეთებია ეს? თუ არა და ხო? ხანახეთ ეს არის 4-იანი 22-ია. 22 ჯამში 4-ია. ერიას არის 19 და ჯამში არის 1. აჰა. RDG. ანუ რისი დამტკიცება გინდოდა. შედავთ მეგობრებო. და ამის მეთაური არის კიდე ურია. ისე როგორც ილია ყავს ურია. აი ეს არის ყველაფერი ნიშნები, ჩემო კარგო. ის ნიშნები, რომელიც საშველი და სხვა გზა არ მქონდა, რომ მე ეს არ მეთქვა თქვენთვის. სად და რანაირად და როგორ, აგერ არის ყველაფერი. და ჩვენ ვართ ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი. არა ღმერთთან. იქ სიმბოლურად არის რა თქმა უნდა, ხო? სვეტი ცხოველია იქ სიმბოლიზაცია, მაგრამ ყველა ადამიანი არის ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი ადამიანი. ან იბრძოლებ სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის. და თუ არ იბრძოლებ და იქნები მიწაში, ესეც სადო გიმედიხარ. იქნები მიწაში. ჩვეულებრივ მოკვდავი იქნები და მორჩა. თუმცა ბევრი ასე მილიარდობით გაწდა ასეთი ადამიანი, მაგრამ არა ვარ ჩვენ ჩვეულებრივ პერიოდში შემოგარგებთ, ჩვენ ვართ არაჩვეულებრივ, არანორმალურ პერიოდში. ის დრო იმ პერიოდში სადაც ესე იგი ჩვენ შევეფერდეთ მაინც და მაინც არ მინდა ხა ქრისტე და ანტიქრისტე არა, ესმაკი და სატანის გარდატეხის პერიოდი. ანის იყო, ანის, გამიგეთ, მაგრამ მე ვიცი 1,000,000% რომ მაინც ნათელი ძალა გაიმარჯვებს. და ეს 2026-დან დაიწყება. 2026-ში დამთავრდება დიდი პროცესი და დაიწყება მეორე პროცესი. მაგრამ არ როგორ და ვინ როგორ გადავრჩებით ამაზე. თუ იქნა რაღაცნაირად რა ვიცი, თანადგომა იქნება თუ რაც იქნება, თუ ვერაფერი ვერ გავაკეთებ, მაშინ ლაპარაკი დადეგება. ის ლაპარაკი რამდენიც ყველა ლაპარაკობს, გამოსავალზე არავინ საუბრობს და რომ საუბრობდეს კიდე, საუბარს უნდა ქმედება და არა ლაქლაკი.
ამაზე მქონდა მე საუბარი, რომელიც ვერა და მომავალ ლექცია კი არა მომავალ ლაივში მექნება ამაზე საუბარი. კარგით, მეგობრებო, მოკლედ ამაზე გავჩერდეთ ახლა ჩვენ. დავამთავრე მეგონია ყველაფერი თვითონ ამოწურე, რა ვიცი აბა. მე კიდე თუ რამე დამჭა, დასვით კითხვები და გაგცემთ პასუხებს. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე და როგორც გითხარით, ახლო ჟამში ლაივში კიდე გეტყვით იმ ორ თვიანი პაუზის ამბავი, თუ რა მოხდა და რა ამბავი ვაკეთებ, ვაგრძელებ ბრძოლას თუ არა და რა საერთოდ. ნახოთ აბა. აბა კარგად. შეხვედრამდე მე ხანდა გავთიშოს. მეგობრებო, დღეს ისევ არის 6 ნოემბერი და ახლა არის დღის 2:09. მე დღევანდელ ლაივებზე ცოტა ვიბენ, იმიტომ რომ პასუხი გავეცი ბოლომდე არაორდინალურად იქით და აქეთ ესა და ცოტა ამერია კი არა ვერ დავასრულე სათქმენი. თუ რატო ვარ ღმერთთან მებრძოლი და რას ნიშნავს ღმერთის მებრძოლეობა სულიერად რა თქმა უნდა. და არავის ფიზიკურად არ ვებრძვით ჩვენ. იქ სადაც თქვი რომ თითოეულის მარჯვნიდან ის რომ მოვიყვანე ნაწილი ასე იქნება სამარადისოდ ღმერთთან და სიკვდილთან მეომარი იაკობია. ხო? ჩვენ რატო ვართ ახლა მეომრები? აბა გავიხსენოთ უბრალოდ ჩვენი მითოლოგიები, რომელიც დღემდე ასე ვიკვებებით. ვინ მიაჯაჭვა ამირანი? ღმერთმა? კათოლიკურ ეს კითხვა არის ერთ-ერთი კითხვათაგანი, რომელიც პირველ ნაწილში, ასე ვთქვათ, დავსვი კითხვები. ვინ მიაჯაჭვა? ღმერთმა თუ ეშმაკმა, სატანამ? და როგორ არის ყოველი წლის ბოლოს თუ როგორც მოდის იქ, რა ქვია, ძაღლები ულოკავენ მას, ჯაჭვებს და მე ყვავი მოდის და ისევ და ერთი. მოკლედ, გამოდის რომ ამდენი ეს უკვე საუკუნეს იქით არის, ხო, ამირანის ამბავი იქით, ხო? და ესე იგი ღმერთი თავისას ვერ აკეთებს, ანუ ღმერთი კრძალავს. ღმერთმა ხო ამირანი იმიტომ გამოუშვა, რომ ადამიანისათვის სიკეთე გაენათლებინა, ცოდნა მიეცა, ხო? ან მეორე მომენტი, პრომეთე, რომელმაც თვითონ ღმერთმა გამოუშვა, ხო? ადამიანებს ცეცხლის ის, ასე გვიწერია პრიმიტიულად, რომ ცეცხლის ამბავი დანთება ასწავლა და ცოდნა განათლება მისცა, ხო? და ამის გამო ღმერთმა დასაჯა. და თუ გამოუშვი, მაშინ ასწავლიქ ემაინც, ხო? და თუ გამოუშვი და მე რაღაც ცოდნის გადაცემის გამო ისევ სჯი, აბა დაფიქრდით. ისი დაწერია ეს ყველაფერი? ჩემო კარგებო, გამოვიდეთ ამ რელიგიური ჩარჩოებიდან და თუ გინდათ რომ შეიმესოთ თქვენი თავი, ანუ ღმერთი ჭეშმარიტ ღმერთი შეიმესოთ, ხო? მაშინ მან დოგმატიზმიდან და გამოვიდეთ. ამას რა თქმა უნდა მილიონები ვერ გააკეთებენ, მაგრამ 10,000-ებს შეუძლიათ გააკეთოთ. მანამდე ქვეყანას არაფერი არ ეშველება, გამორიცხულია ვინაიდან შენ რაც უნდა თქვა, გინდა 200, 300, 400, 700, 1000 კაცი შეიკრიბო, როდესაც მასა დაგიდგება წინ და რო გადაგემტერება და ისე და რა ქვია იმაზე ცუდი რა ფეთქვი, იმაზე როგორ თქვი, იმიტომ რომ ესე დოგმატირებული ხალხი, ესე დაზომბირებული ხალხი. ჩემი ანებშიც არის, თქვენი ანებშიც და ყველაში არის. ზოგს ოჯახის წევრები ყავს, ზოგს მეზობელი, ნათესავი, ძმაკაცი, დაქალი და ცოლი და რავი, მეუღლე და ასე შემდეგაში. აი ამიტომ სანამ ეს ხალხი იმ დოგმატიზმებით იმართება, ანუ ვერ არიან თავის მოტორზე, ასე ვთქვათ, ხო? თავისით ვერ აზროვნებენ. ამიტომ გაუჭირდება ამ ხალხს. გაუჭირდება ამ მასებს ჭეშმარიტების მიგნება და საერთოდ რამე საქმის კიდე გამარჯვებაც კი. გესმით ასე საქმე. დიახ, ურიბის ნაწერია ქალბატონია ყველაფერი, ხო? გადაგვიწერეს ყველაფერი, არა მარტო ჩვენ, მთელ მსოფლიოსაც. და ჩვენს მათ შორის რა თქმა უნდა. და ამიტომ რომ ამირანიც და პრომეთეს რომ მისი რეინკარნაცია იყო ყველაფერი, ესე იგი გამოდის რომ ღმერთის ჯის, მაშინ რატო გაგვაჩია საერთოდ? ხო? ესეთია რომ დედმამამ შუას თავის შვილი მისცეს წიგნი, ხო? მაგრამ ერთი წიგნი დაულუკა, ამას ხელი არ მოკიდა და თუ მოკიდა ბავშვმა ესე იგი.
თუ მოკიდა ბავშვმა და თუ ცნობიერება გაიხსნა და რაღაცა ინტერესი ხო ეგრევე დასაჯა. დაასაჯა ეგ საუკუნეებით. მართებულია ახლა ეს ყველაფერი? ამიტომ ვარ ჩვენ ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი, ან ცასა და მიწაშორის გამოკიდულები და აი დღეს არაფერი არ გაგვაჩნია და სწორედ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მოვიდა დიდი გამოღვიძების პერიოდი, რომლის წინა მეორე ვიდეოში გითხარით, რომ ეს იყო ნიშანი, რომ 40,000 დოგმა ლარი დოგმად რო დაგვიდეს, თუ ამას გადააჭარბებ და მე გექნება გადასახდელი და 40,000 რო გავყავით 12-ზე გამოვიდა 3,323 და მე სულსამიანები. ანუ 23. და მე 51 კიდე სადამ მოხდა. წინა ვიდეოში ხო დაგიწერეთ ხო? ასეა ჩემო კარგებო, მოკლედ ჩვენ ვართ ვებრძოდით და ვიბრძვით თვით გამოღვიძებისაკენ. ანუ შენ მესე თავი შენი. არასდროს არ უთხოვს ქრისტეს არიქა და ეკლესიაში იარეთ, ამა და ამ დღეს არიქა და სანთელი აალთეთ. ყველაფერი კი, ყველა ვისის ეწუნება, ის წამს და ის ამართლებს, კი ბატონო, მაგრამ თუ არ ამართებულად ახარ, მაშინ გამოდის უაზროდ ესე იგი შენი ცხოვრება და ყველაფერი და აგერ გითხარით კიდე პირველ ვიდეოში 20 საუკუნე ერთ-იგივე წიგნს გვასწავლიან და ვერა და ვერ მივაღწიეთ. გაღმერთიანებას ვერა და ვერ 20 საუკუნე. თქვენ წარმოგიდგენთ რა ამხელა პერიოდია ეს, ხო? ერთ-იგივეს რო გასწავლიან და კიდე ვერ მიხვდი, თანაც ამ იმას ერთმა სექტამ სხვანაირად გამოაბაყური, მეორემ სხვანაირად, მესამემ სხვანაირად, ყველა თავისებურად ურიკინებს, ერთ-იგივე წიგნს, ყველა თავისებურად. არის უტოპია. და სწორედ ამიტომ რომ დღეს აი ესე მივედით, ჩვენივე ფეხით მივედით ანტიქრისტეს, სატანიზმის გამეფებამდე. გამეფებულია უკვე პრაქტიკულად ყველგან, როგორც გითხარით, ყველგან არ არის დეტალი, რამე ნივთი და რამე სამოხმარებლო ადამიანებსაც, სადაც ეს მაგის სიმბოლო არ არის. ბოლო ბავშვები ორეოს რო ჭამენ, იქაც სატანისტების ჯვარია. ამაზე რამდენი მაგდა ნათქვამი ვიცი ამ სიმბოლოებზე და ეს. კარგით, მოკლედ ახლა მე ამას ვიზამ რა დავნომრავ პირველ მეორე მესამე რო არ არისო, მე ვსიტყვი ლაივში მე ვერ დავაცედი, ამათ დავაცე. კარგით, ამის თქმა მინდოდა და კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.